Financial Times-ში ნატოს გენერალური მდივნის სტატია გამოქვეყნდა ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღრმავებაში რუსეთს ადანაშაულებს. სტატიაში საუბარია ალიანსის მიზნებსა და უელსის სამიტის დღის წესრიგზეც. ავტორის ყურადღების ცენტრში უკრაინაში ჩამოგდებული Boeing 777-იც მოექცა. ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღრმავებაში ადანაშაულებს. ანდრეს ფოგ რასმუსენი Financial Times-ში წერს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთთან დაახლოებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ამაოდ. კომუნიზმის დაშლიდან მოყოლებული ნატოს ძალისხმევა არ დაუშურებია ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან, მისთვის იმაზე მეტი თანამშრომლობის შეთავაზებით, ვიდრე ნატოს რომელიმე არაწევრი ქვეყნისთვის. საპასუხოდ კი რუსეთმა კანონების წიგნი დახია. საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტი გააღვივა და ნატოს შეთავაზებას სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევით უპასუხა. ნატოს გენერალური მდივნის სტატია საქართველოში უკვე გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მიიჩნევენ, რომ ნატოს უელსის სამიტზე ერთ-ერთი აქტუალური რუსეთის აგრესიაზე სწრაფი რეაგირების საკითხი იქნება. ძალიან გამძაფრებულია ტონი რუსეთის წინააღმდეგ, არა მხოლოდ ნატოს გენერალური მდივნისგან, არამედ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან. დასაკვირველია სიტუაცია ისევ ძალიან დაძაბულია უკრაინაში და ეს მსოფლიოს აშფოთებს. შეშფოთებულები ვართ ჩვენც, ჩვენი პოზიცია ცხადია ამ შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგი სამიტის ძირითადი ნაწილი მიეძღვნება სწორედ სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას და რუსეთიდან აგრესიის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რეაქციის ორგანიზებას. სამხედრო კუთხით არის აქ საუბარი და ჩვენ როგორც იცით 2015-16-17 წლებში სწორედ ვართ ნატოს სწრაფი რეაგირების შენაერთების ნაწილი. ძალიან კარგია, რომ ასეთი ტიპის სწრაფი განცხადებები და პირდაპირი განცხადებები კეთდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებულ ნატოს უელსის სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული, რათა საქართველოს ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესებზე ვსაუბრობთ, ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული და თავდაცვის უნარიანობა დამტკიცებული. რაც უფრო მეტ აგრესიას გამოარჩევს რუსეთი და რაც უფრო მეტად მოიქცევა არავად ცივილიზებულად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატო უფრო კაფეოდ ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას და რაც მთავარია მათი მოქმედება იქნება კონსოლიდირებული, ამიტომ ამ შემთხვევაში ის რაც ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან გაჟღერდა, მე კიდევ უფრო გამტკიცდება შესაბამისი პოზიციებით უელსის სამიტზე. რასმუსენი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ უელსის სამიტზე ამახვილებს. წერს, რომ სექტემბერში ნატო მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა ალიანსი უფრო ბრძოლისუნარიანი, მიზანმიმართული და მოქნილი გახდეს. რუსეთის ქმედებების იგნორირება შეუძლებელია. ცივი ომის შემდეგ დამყარებული მსოფლიო წესრიგის სასწორზეა. ნატოს საჭიროება ისეთი დიდია, როგორც არასდროს. უელსში ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ ნატო ძალიან სერიოზულად არის განწყობილი. ნატოს გენერალური მდივანი აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing-ის ჩამოვარდნასაც ეხმიანება და წერს, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებული არიან სეპარატისტები, რომელთა უკანაც რუსეთი დგას.